აი ის თემები პოლიცია მუშაობს, მაგრამ საიმედოობა პატარა სუბდივის მუნიციპალიტეტი მე მინდა აღვნიშნო ის, რომ ენერგოპრო-ჯორჯია წარმატებით განაგრძობს 2014 წელს დაგეგმილი პროექტების განხორციელებას. დღევანდელი დღეც არის ამის დასტური, კერძო თქვენ ესწრებით მაღალი ზავის კაბელების შეცვლის სამუშაოებს, რომელიც რა თქმა უნდა უფრო განაპირობებს ენერგომომარაგების გაუმჯობესებას. ენერგომომარაგების გაუმჯობესება არის კომპანიის პრიორიტეტი, რაც რასაკვირველია, მიიყვანს იმ შედეგამდე, რომ მოსახლეობას და კომპანიაც იქნება კმაყოფილი იმით, რაც გაკეთდება. არა, ეს თქვენ იცით, რომ ნამდვილად არის მოსახლეობა შეწუხებულია იმით, ხშირი გამართვები არსებობს ენერგოპრო კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, ეს ხდება ელექტროსადენების სიძველეს გამო, მაგრამ ეხლა რასაც თქვენ ნახეთ, თქვენ თვითონ ეხლა პრეზენტაცია რაც ჩაატარა ენერგოპრო კომპანიამ, ახალი კაბელებია, ეგრეთ წოდებული მშრალი მაღალი ზავის კაბელები და იმედია, რომ ეს პრობლემები გადაწყდება. ყოველ შემთხვევაში 2 თვის შემდეგ როგორც ახსნა განმარტებას აკეთებენ ენერგოპრო კომპანიის წარმომადგენლები, ზუგდიდი თლიანად მორჩება ეს გამართვები და ესენი და შემდეგ ეტაპობრივად გადავლენ რაიონებში, რომ რაიონშიც იგივე ეს ეკნას და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ნორმალურად იქნება და მორჩება ეს გამართვები და მოსახლეობის შეწუხება.